წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 1950 წლიდან ეს დღე ყოველ 1 ივნისს აღინიშნება. დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები ყოველგვარი საფრთხისაგან. ამ სლოგანით აღინიშნება ყოველწლიურად ეს დღე. მართალია 1 ივნისამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემა ჩვენი ეზო მხოლოდ 4 შაბათობით გადის ეთერში, გადაწყვეტეთ ცოტათი წინ გაუსწროთ. მოვლენებს, კალენდარს და გადაცემა ბავშვებს მიუძღვნათ. ბავშვებს განურჩევლად მათი რელიგიური აღსარებლობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. თუმცა განსაკუთრებით იმ პატარებს, რომლებსაც ჩვენგან მარტო დაცვა და თანაგრძნობა კი არა, ძალიან დიდი სიყვარული სჭირდებათ. განსაკუთრებული გარემო, მზრუნველობა, დიდი სიყვარული. ასე ცხოვრობენ ბავშვები თხის ცენტრში, რომელიც იმ ადამიანთა ძალისხმევით ჩამოყალიბდა, ვინც საკუთარი გამოცდილებით გამომდინარე გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებულ ბავშვებს განსაკუთრებულად სწორი მიდგომა სჭირდებათ. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 1995 წელს, არის პირველი მშობელთა გაერთიანება საქართველოში, ანუ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს და სწორედ мотиваცია იყო ის, რომ ამ წლებში მოგეხსენებათ უმძიმესი წლები იყო, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა თვითდაფინანსების სისტემაზე, მოიშალა სოციალური დაცვის სისტემაც და ფაქტიურად ეს ბავშვები დარჩნენ ყოველგვარი მკურნალობის და სოციალური დაცვის გარეშე. და ჩემი შვილი, რომელიც 93 წელს გაჩნდა, ამჟამად უკვე 21 წლის არის, რომლის დიაგნოზიც იყო ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაგვყავდა ვარჯიშებზე, ეს დაავადება არის თავის თავში გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს უწყვეტი კომპლექსური მკურნალობა და ფაქტიურად ბევრი ოჯახი აღმოჩნდა ამ ყველაფრის გარეშე და ბავშვებით ხელში და ჩვენ გადავწყვიტეთ რამოდენიმე მშობელმა გავერთიანებულიყავით და საკუთარი ძალებით გვეზრუნა ჩვენი შვილების და არა მხოლოდ ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის. ამ ადამიანებს არ აქვს გადაადგილების საშუალება თავისუფლად, არ არის გარემო ხელმისაწვდომი მათთვის. განათლების სისტემა კარგა ხანით დახურული იყო მათთვის, ეხლა ბევრს მუშაობს განათლების სამინისტრო ინკლუზიურ განათლებაზე და ამჟამად ამას ვეღარ ვიტყვით, მაგრამ ბუნებრივია ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი და ეს ადამიანები უბრალოდ სახლში რჩებოდნენ და ვერსად ვერ მიდიოდნენ, არ ქონდათ თავიანთი სამყარო, თავიანთი მეგობრები, სოციალური ურთიერთობები, რაც ნებისმიერ ჩვენთაგანისათვის ძალიან საჭირო და აუცილებელია და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეხსნა ესეთი ცენტრი და ამ ბავშვებისთვის მიგვეცა ის სამყარო, რაც ნებისმიერ ჩვენთაგანისთვის ძალიან ძვირფასია და ყველას ძალიან გვჭირდებათ. როგორ ხდება ეს ყველაფერი? ანუ ბავშვები როგორ შეაგროვეთ, ანუ როგორ გაიგეს მშობლებმა, რომ არსებობს ეს ცენტრი? შემიძლია ვთქვა იცით რა, უკვე ორგანიზაციას ფაქტიურად აქვს 20 წლიანი ისტორია და შემიძლია მართლა თამამად ვთქვა, რომ ჩემი შვილის საკითხებიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დავდიოდ, არასდროს არ ყავდა დამალული, ყოველთვის გამოვდიოდით საზოგადოებაში, დადიოდა ჩვეულებრივ ბაღში, დაამთავრა ჩვეულებრივ სკოლა. ამჟამად არის სტუდენტი რეაბილიტაციის ცენტრში დავდიოდი და როგორც მშობელმა ყველა ეს ეტაპი გავიარე, რასაც გადიან საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები და ჩვენ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს, რაღაცნაირად გვაქვს ეს კონტაქტი. ბუნებრივია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არსებობს, რომ ორგანიზაცია ცდილობს გარკვეულწილად ბავშვების დახმარებას, ეს მათ აქვთ. რაც შეეხება ჩარიცხვის წესს, რომ წესი როგორ ხდება, ეს ძალიან კარგია, რომ უკვე სისტემატიზირებულია და მოწესრიგებულია სამინისტროს მიერ არის ეს დარეგულირებული. ადამიანი, ვინც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ყავთ,
ოჯახს, ისინი მიმართავენ თავიანთი სოციალური მომსახურების სააგენტოს თავიანთ უბანში, შემდგომ უკვე სოციალური მუშაკი მიდის და ამოწმებს ამ ოჯახების მდგომარეობას, ანიჭებსარეიტინგო ქულას და გამოუყოფენ სპეციალურ ვაუჩერს, რომელთაც შეუძლიათ დღის ცენტრის მომსახურებებით ისარგებლოს. და მათ აქვთ ასევე არჩევანი, რამოდენიმე დღის ცენტრი არის თბილისში და შეუძლიათ არჩევანის მიხედვით მიმართონ იმ ცენტრს, რომელიც მათთვის კომფორტულია და სადაც მათ შეუძლიათ რომ მიიღონ ის მომსახურება, რასაც ელოდებიან. და რაც შეეხება თვითონ ცენტრის მომსახურებაში შედის, რომ ჩვენ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ ამ ბავშვების ეს სახლიდან ცენტრამდე და უკან და ასევე ორჯერადი ყვებით უზრუნველყოფთ ადგილზე და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც იგეგმება მათი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც არის. ქალბატონ მაიასთან საუბრის შემდეგ ბავშვებთან შევედით და არტ თერაპიის გაკვეთილს დავესწარით. ყველაზე კეთილ, ხიარულ და მზიან გაკვეთილს. რით განსხვავდება ჩვეულებრივი ხატვის გაკვეთილი არტ თერაპიისგან? ჩვენი არტ თერაპიის გაკვეთილები, რომელიც ატარებს ყოველდღიურ ხასიათს, მოიცავს რამოდენიმე სეგმენტს. ჩვენ გარდა იმისა, რომ ხატავთ პასტელებით, ფანქრებით და გუაშებით, ასევე ვაკეთებთ აპლიკაციას, კუილინგით, ვაკეთებთ თექით აპლიკაციას, მუშაობთ თექაზე როგორც სველი მეთოდით, ასევე მშრალი მეთოდით. და იმის და მიხედვით ბავშვს თუ რა მონაცემები აქვს და რა სურვილი აქვს, უშუალოდ არტ თერაპიის იმ სახეობაზე მუშაობს. რახან ქვია თერაპია, ესე იგი ეს რაღაცა მკურნალობის მეთოდიც არის, ხო მართალია? ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას, რომელიც დადებითად აისახება თვითონ გონებრივ განვითარებაზე, აგრეთვე ხელს უწყობს ფერთა შეხამებას. და ნედელა ამ მეთოდით ხელს უწყობს თვითონ ჩვენი ბენეფიციარის გონებრივ განვითარებას. კი, და აი აქ ბავშვი რა ფერებს ხატავს, აქვს მნიშვნელობა? ფერს თვითონ ირჩევს. ფერს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თვითონ ნახატით მე ჩვენ ვაწარმოებთ ფსიქოლოგთან ერთად ფსიქოთერაპიას, ანალიზს. თუ ბავშვი რამდენად პოზიტიურ მდგომარეობაში თუ დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ. ეხლა რას ხატავთ, კარგი მაჩვენეთ. ეხლა კვლენიგით ვაკეთებ ყვავით. მან ცოტა დაუნთვალებელია, მაგრამ მე გავაკეთე. ეს ვისი გაკეთებულია? ეგ ჩემი. შენი? და რა არის ეს? რას ვხედავთ სურათზე? მასწავლებლები რო კითხულობ. ცხარი არის ბალახი. ხო. მზე. ეგრუბე. ძალიან კარგია. ძალიან ბევრი მზეა ამ სურათებში, ქეთი. თუ ნახატს აქვს ნამდვილად სულიერი განწყობის ასახვის დანიშნულება და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა, მაშინ მე მგონია, რომ აქ ძალიან მზიანი ბავშვები სწავლობენ. ყველა ნახატში მზე არის. ძალიან ხალისიანი დღეა ხოლმე, განსაკუთრებით დიდი იუმორის გრძნობა აქვს ხოლმე ცოტნეს, აბას. უყვართ ხატვა, ძალიან ასევე მუშაობთ სხვადასხვა გაკვეთილები ტარდება, მათემატიკა, ქართული, მეცნიერება, ლიტერატურა, კომპიუტერი, ამას ყველაფერს აკეთებენ დიდი ხალისით, სწავლობენ ანგარიში, ასევე ვითარდებათ აკადემიური უნარები, კითხვა, წერა, ასე შემდეგ და ასევე მუშაობთ კომპიუტერთან, სწავლობენ Word-ის პროგრამას, შეძლების დაგვარად და Book-ის პროგრამაში ხშირად შემეცნებით თამაშებს. მაშინ გავიგოთ რომელი გაკვეთილი მოგწონთ ყველაზე მეტად. მარიამ, რომელი გაკვეთილი? რომელი გაკვეთილი? თერაპია. არტ თერაპია, რა თქმა უნდა, ხატავ, ეს მეც მომეწონებოდა. შენ ანგარიში მოგწონს? მათემატიკის გაკვეთილი მოგწონს? არა. კომპიუტერის გაკვეთილი მოგწონს შენ? და ქართული. და ქართული, კი ბატონო. აბა კიდევ ვის აქვს სურვილი მიპასუხოს? რა გაკვეთილი მოგწონს? მეცი ხატვა მიყვარს. ხატვა გიყვარს. გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებთ ხოლმე? რითი ერთობიან ბავშვები? ტარდება მუსიკის გაკვეთილი, ასევე გვაქვს ფიზკულტურა, სადაც ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს. მღერიან გადასარევად, განსაკუთრებით გამოყოფდით ცოტნეს და თორნიკეს, იყვნენ თურქეთში ფესტივალზე და წარმატებებით დაგვიბრუნდნენ. ჩვენ ვიყავით თურქეთში ფესტივალზე და ძალიან მომეწონა სიმღერის ფესტივალზე და ძალიან მომეწონა თურქეთი. აბა ვინიცის რა არის 1 ივნისი, რომელიც რამდენიმე დღეში ახლოვდება? ბავშვთა დაცვის დღე. ბავშვთა დაცვის დღე, მართალია. მე მინდა თქვენ მიულოცოთ თქვენს თანატოლებს 1 ივნისი და უსურვოთ ყველაფერი, რაც გინდათ რომ უსურვოთ თქვენს თანატოლებს. მე მინდა უსურვო ყველა ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება. ჯანმრთელობა, სიცოცხლე და სიძლიერით. ყველა იყოს კარგად, ყველანი მიყვარხართ. და რო ყველა კარგად იყოს მინდა. მერთმა ყველა კარგად დამყოს, მერთმა ყველა გამოაჯანმრთელოს
პირველ რიგში ჩვენ თანატოლებს უსურვებ, რომ იყვნენ კარგები და ლამაზები და შენაირი კარგები და ლამაზები. მე დავამთავრებ მაშინ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თხის მოვლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. სწორედ ამიტომ ბავშვებთან დაწყებული საუბარი ჯანდაცვის სამინისტროში გავაგრძელებთ. ბალვან გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებსაც აქვთ სტატუსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს. საინტერესოა თქვენი სამინისტრო რა პრიორიტეტები აქვს, რა მიდგომები ამ ადამიანების მიმართ და რა პროგრამები ხორციელდება დღესდღეობით. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია 2014 წელი ამ მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა გაერთიანებული ერების კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. სახელმწიფომ აიღო ვალდებულებები, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს და შესაბამისად ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მოყვა სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელშიც გაწერილია 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ დღეს არსებული მოდელი, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების აღნიშნული სამოქმედო გეგმით იცვლება სოციალურ მოდელზე. სოციალური მოდელი ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის უკვე კონკრეტულ ადამიანზე და პიროვნებაზე დამოკიდებული, არამედ ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ის ბარიერები მაქსიმალურად უგულებელყოთ, რომლებიც ამ ადამიანებს ხელს უშლის სრული ინტეგრირება მოახდინონ საზოგადოებაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და 2015 წლისათვის ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ შემუშავებული იქნება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე და მათ შორის ბავშვზე შემუშავებული იყოს ინდივიდუალური მიდგომები, მათ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ვცდილობთ, რომ გეოგრაფიულ არეალში გაიზარდოს ეს ჭრილი და შესაბამისად, განსაკუთრებით რეგიონებში განვითარდეს სხვადასხვა ტიპის სერვისები, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სრულფასოვნად ჩართვას. განათლება საზოგადოებაში ინტეგრირების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ინკლუზიური განათლება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი პროექტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა. განათლების სამინისტროს რა მიდგომები აქვს ისეთი პირების მიმართ, რომელსაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ანუ რა პროგრამები ხორციელდება, რა კონკრეტულ საქმიანობას ეწევა სამინისტრო ამ თვალსაზრისით. ინკლუზიური განათლება განათლების სამინისტრომ დაიწყო 2006 წლიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ისტორია ინკლუზიურ განათლებას საქართველოში დიდი ისტორია, ასე ვთქვათ, არ აქვს. და ვართ იმ პროცესში, როდესაც სისტემა დაინახა აუცილებლობად რა არის ინკლუზიური განათლება და აუცილებლობა ხელი შეუწყოს, დაეხმაროს და ჩართოს ეს ბავშვები საგაკვეთილო სივრცეში და მისცეს შესაბამისი განათლება. განათლების სამინისტრომ და სისტემამ აღიარა, რომ ინკლუზიური განათლება არის სავალდებულო ყველა საჯარო სკოლისთვის და მოსწავლე, რომელიც ცხოვრობს სკოლასთან ახლოს და ახლომდებარე სკოლა ვალდებულია შეუქმნას მოსწავლეს ის პირობა და მისცეს შესაბამისი განათლება. აი დღეს რამდენად არის ეს პრობლემა მოგვარებული? ანუ ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ამ ადამიანებისთვის. განათლების სამინისტროს გვაქვს უკვე შედგენილი ის ნუსხა, სადაც ვთქვათ ამ ეტაპზე დღესდღეობით სწავლობენ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები და ჩვენთვის პრიორიტეტი არის პირველ რიგში ის გარემო მოვაწყოთ საჯარო სკოლებში, სადაც ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები არიან. მათთვის აუცილებელი პანდუსი იყოს, რომ შეღწევადობა იყოს სკოლებში შესაძლებელი და ისველი წერტილები, რაც აუცილებელია პირველ ეტაპზე. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იმის გამო, რომ კურნალობენ კონკრეტულ დაწესებულებებში, როგორ შეიძლება მათ მიიღონ განათლება? ერთ-ერთი პროგრამა ჩვენი არის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით იაშვილის კლინიკაში არსებობს ესეთი ცენტრი და ბავშვები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ მკურნალობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახლომდებარე სკოლა შეგვერჩი, ეს არის 157 სკოლა, რომელიც გვეხმარება გაკვეთილების მერე მიდიან პედაგოგები და უტარებენ გაკვეთილებს ადგილზე.
კლინიკაში ამ ბავშვებს. ასევე განათლების სამინისტრომ დაიწყო ფიქრი და მუშაობა სმენის არ მქონე მოსწავლეების განათლებაზე. ჩვენ გვაქვს დავიწყეთ ახალი პროგრამა, მუშაობს სტრატეგიებზე, სწავლების სტრატეგიებზე, თუ რა ფორმით მოხდეს, როგორ შეუწყოთ ხელი ახალ სახელმძღვანელოებზე, დამხმარე სახელმძღვანელოებზე. ასევე უსინათლო ბავშვებისთვის 2014 წელს განათლების სამინისტრომ პირველად დაბეჭდა ბრაილის შრიფტით ყველა სახელმძღვანელო და გადაეცა 202 საჯარო სკოლას და დღეს საშუალება აქვს ამ ბავშვებს, რომ განათლება მიიღონ ბრაილის შრიფტით. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ, მეუნარია შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს თემა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ ბოლო დროს პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში, სოციალურ სივრცეში ხშირად ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე. ვუთანაგრძნობთ, ვიზიარებთ მათ ფოტოებს, მოუწოდებთ ერთმანეთს მათი დახმარებისაკენ. და აი ამ ყველაფრის ფონზე არსებობს გადაცემა, რომლის წამყვანი სრულიად სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს, პოზიტიურად და სიყვარულით. 4 წლის განმავლობაში თქვენ არ გამოჩენილ ხართ მედია სივრცეში საერთოდ და უცებ ჩნდებით აი იმით, რაც ჩვენ და ჩვენ მამაყურებელმა ახლა ვნახეთ რამდენიმე წუთის წინ საოცრად ამაღელვებელი, არაჩვეულებრივად პოზიტიური გადაცემით. საიდან მოვიდა ეს იდეა და რატო გაჩნდა ამ გადაცემის აუცილებლობა თქვენთვის და რამდენად საჭიროა ეს ხალხისთვის? 4 წელი მე საერთოდ გავქრი მედია სივრციდან. მიზეზი იყო ის საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთხელ ვისაუბრე ამ თემაზე. მე ვარ 3 შვილის დედა და პატარა არის შეზღუდული შესაძლებლობების. მოკლედ აღნიშნავ, დაჩი დაიბადა აბსოლუტურად ჯამრთელი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს დაჩი 5 წლის არის და მისი დიაგნოზი არის ცერებრალური დამბლა, რასაკვირველია ის არის შეზღუდული შესაძლებლობების. 4 წელიწადი მე ვიყავი ჩემ შვილთან. იქიდან გამომდინარე, რომ მე 20 წლიანი სტაჟი მაქვს და გამოცდილება მედიაში მუშაობისა, რასაკვირველია, ისევ დავუბრუნდი მედიას. დიდი ხანი არ მიფიქრია, რასაკვირველია დავუბრუნდი ამ თემით. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც ძალიან კარგად იცის და რაც საჭიროა. რაც შეეხება ჩემს გადაცემას, ეს ჯერჯერობით და მე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური პროექტია, რომელიც რადიო იმედის ეთერში გადის ყოველ პარასკევს და უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებას ასახავს. მე ვიფიქრე, რა მიმართულებით უნდა მემუშავა და რასაკვირველია, ჩემი მიმართულება არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი. უპირველეს ყოვლისა მიზნობრივი ჯგუფი ეს რასაკვირველია არიან მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების მშობლები და შემდეგ რასაკვირველია საზოგადოება. საზოგადოებამდე უნდა საზოგადოებას მივაწვდინო ხმა. თუ რას ნიშნავს საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობები? იცით, რაღაც არაადეკვატური დამოკიდებულება, ზოგს ეშინია, ზოგი იბნევა. არიციან საერთოდ როგორ უნდა გეკონტაქტონ. ეხლა მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევა, დაბადების დღეზე მივიყვანე პატარა, ასაკოვანი მანდილოსანი მომიახლოვდა და ასეთი რამ მითხრა, ვაიმე რა კარგი გოგო ხარ, ვაიმე რა კარგი ბავშვია და რა საწყალია. ეს უნდა დასრულდეს. წლების მანძილზე ეს იყო საერთოდ დახურული თემა. ამ თემაზე საერთოდ არავინ არ საუბრობდა. არა თუ არ საუბრობდა, არც აჩენდნენ. არც აჩენდნენ. არიან დღესაც ისეთი მშობლები, რომელთაც გარეთ არ გამოყავთ თავიანთი შვილები, იმიტომ რომ მათ რწმენიათ. მაგრამ მე უკვე წელიწად ნახევარია ეთერში ვარ და მე მგონი ასე თუ ისე ყინული დაიძრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი მირეკავს, ძალიან ბევრი მეკონტაქტება და მეუბნება, იცით რა ნინო, თქვენ ხართ მაგალითი ჩვენთვის. არა მარტო მე, არიან ჩემნაირი მშობლები, იმიტომ რომ თქვენ იმდენად ოპტიმისტი ხართ და ისე იმდენი პოზიტივი მოდის თქვენგან, ესე იგი საშიში არაფერია. რაც შეეხება საზოგადოებას, ნელ-ნელა საზოგადოება, ასე ვთქვათ, ჩვენსკენ მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი. მედიამ მართებულად უნდა გააშუქოს ამ ადამიანების ცხოვრება. დამეთანხმებით, დღესდღეობით როგორი სიტუაცია, შეზღუდული შესაძლებლობები ასოცირდება ან დახმარებასთან, ან ქველმოქმედებასთან. ძირითადად, როდესაც ამაზე არის საუბარი, აღნიშნული ვიდეორგოლები ხა ეთერში გადის, ხო? სულ რაღაცა საცოდაობის გრძნობას იწვევს. ეს ამყარებს სტერეოტიპებს და იცით, რამდენი წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია. აი ეგ ვიცით და ჩვენი მაყურებელიც ნახავს. და ძალიან კარგია და მოდით
ვიდეორგოლები მათზე გადავიღოთ, ხო? სიუჟეტებში ვანახოთ არაერთი წარმატებული პარასპორტსმენი ყავს, არაერთი წარმატებული უფლებადამცველი, ეტლით მოსარგებლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭები, არაჩვეულებრივად მღერიან ეს ადამიანები ლექსებს წერენ. სად არის ეს? ვაჩვენოთ საზოგადოებას. სხვანაირად ახალგაზრდები ამას ვერ გაითავისებენ. ძნელი არ დაეთანხმა ნინოს, როცა იგი წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე საუბრობს და სწორედ ამიტომ ჩვენი შემდგომი სტუმრობა პარაოლიმპიურ კომიტეტში შედგა. პარაოლიმპიური მოძრაობა როგორ დაიწყო საქართველოში და რამდენად დიდია ეს მოძრაობა? პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში შეიქმნა 2003 წელს. პირველი რაც იყო, ეს იყო 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო ერთმა პარასპორტსმენმა იაგო გორგოძემ წოლჭიმში მერვე ადგილი აიღო. ეს საკმაოდ დიდი მიღწევა ითვლებოდა იმ პერიოდისთვის და 2012 წელს უკვე ორმა პარასპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ნიკა თვაურმა პარა მოცურავემ და შოთა ომარაშვილმა წოლჭიმი. თვითონ ის ფაქტი, რომ უკვე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარაოლიმპიურ თამაშებში, ეს იყო საკმაოდ დიდი ნაბიჯი. 7 სპორტის სახეობა ვითარდება პარალელურ რეჟიმში. მერვეც დაემატა, მჯდომარე ფრენბურთი ემატება ახლა. დაახლოებით 40-მდე 41 სპორტსმენია დღესდღეობით, რომელიც უკვე მონაწილეობენ და ვარჯიშობენ, შეგვიძლია ვთქვა. აქედან რამოდენიმე სპორტის სახეობამ უკვე საერთაშორისო ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა და ასე ვთქვათ, დაიწყეს ქულების რეიტინგის აკრეფვა, ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა. პირველი შემილია ვთქვა, რა თქმა უნდა, ფარიკაობა, ეთლით მოსარგებლე ფარიკაობა, რომელმაც ირმა აგერ მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს медали მოიპოვა. ეს არის რა დიდი მიღწევა. საკმაოდ დიდი მიღწევა პარაოლიმპიურისთვის, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პარა მოცურავეს ნიკა თვაურს აქვს 2008 წელს მიღებული მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო აღებული. ესეც საკმაოდ დიდი მიღწევა იყო მაშინ. ლადო ჭინჭარაული, ეს არის მსროლელი, შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი შედეგები აჩვენა პნევმატური შაშხანის სროლაში და ამერიკაში მიემგზავრება ეხლა მსოფლიო თასზე. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ლადო ლიცენზიას მოიპოვოს. ირმა, უბრალოდ ხოლისა მაინტერესებს რა წარმოადგენს შენს ცხოვრებაში სპორტი. რამოდენიმე წლის წინ რომ ეკითხათ ჩემთვის იგივე შეკითხვით რომ მოსულიყვნენ ჩემამდე, ალბათ ვეტყოდი რომ ჩემთვის არ არის საინტერესო. თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების რიტმი სპორტულმა ცხოვრებამ. ზოგადად პრიორიტეტად დავისახე ჩემი ცხოვრების ეს ერთ-ერთი მიზანია და ყველა შესაძლებლობა, ჩავდო ჩემი ენერგია და არ ვიცი, პასუხისმგებელი გამხადა უფრო სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გუნდის პასუხისმგებლობა გაქვს, საკუთარი თავის შესაძლებლობების პასუხისმგებლობა და ცოტა სხვანაირი შეგრძნება იმ ცხოვრებიდან ამ ცხოვრებაში გადმოსვლა სხვანაირი. სხვა ადამიანებზეც ფიქრობ, რომლებიცაც მაგალითია. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ალბათ, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ, ის არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება და არა მარტო ჩემთვის კეთდება. ვცდილობთ ამით, რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ჩემი შესაძლებლობების ზღვარი ჯერ კიდევ შორს არის და ძალიან შორი მომავალი მაქვს და ალბათ წარმატებულიც მექნება და სხვათა შორის ვცდილობ სხვასაც დავანახო, რომ ეს შეუძლიათ და ეს სრულად, სავსებით შესაძლებელი. აი, ირმა, რამდენი ხანია რაც დაკავდი ამ ძალიან ლამაზი სპორტის სახეობით ფარიკაობა? ერთი წელიც არ არის თითქმის, იმიტომ რომ აგვისტოდან დავიწყეთ 2013 წლის და შესაბამისად აი რა ეტლშიც ეხლა ვსივარ, იმ ეტლებით ვსარგებლობდით და ეს არ არის ადვილი. ეს სპორტული ეტლი არ არის ამ შემთხვევაში. ეს არის უბრალოდ მანევრირებადი გადასაადგილებელი ეტლი. დიახ.
ჩვენ შევიძინეთ ეტლები იანვარში 2014 წლის იანვარში და 10 თვლა მე მინდა თქვა რომ იქედან უნდა დავიწყოთ. ანუ სულ ახლა 6 თვეა. დიახ, იმიტომ რომ ძალიან რთულია გადახვიდე და შეეჩვიო იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც აქვს იმ ფიქსირებულ ეტლებს, სპეციალურ საფარიკაო ეტლებს და თავიდან ძალიან გაგვიჭირდა 2 კვირა ვცდილობდით ხო ადაპტირება მოგვეხდინა ჩვენი თავის ეტლებთან. მით უფრო ირმა გასაოცარია რომ ამ მოკლე ვადაში მოახერხე ერთ-ერთი დიდი ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამხდარიყავი. აი როგორ შეიძლება ესეთ მოკლე ვადაში ესეთი სერიოზული მიღწევა კონდეს სპორტსმენს? ალბათ ვარჯიში მოტივირება საკუთარი თავის იმისა რომ აი შენი შესაძლებლობები შენვე უნდა დაიჯერო. უნდა გაანალიზო თუ რა შეგიძლია და როდესაც მიხვდები რომ შენ ამის გაკეთება სრულად აი მთელი პასუხისმგებლობით შეგიძლია უნდა გადადგაისნა ბიჭი არ არის ასეთი რთული რა თქმა უნდა ცოტა აზროვნებაც უნდა გიჭირდეს გონებრივი სპორტია ინტელექტუალური და შესაბამისად უნდა იაზროვნო ამ სპორტში ძალაც და ის ყოველდღიური და დღეში შეიძლება ორჯერ ვარჯიში, რაც მე გამოვიარე ამ 6 თვის განმავლობაში და შედეგით სახეზეა. მოვინდომე ალბათ. და ჩემ გუნდის წევრებმაც ყველაფერი გააკეთეს და ჩემო ყველა გარშემო მყოფ ადამიანებმა. ალბათ დადგებათ, როცა სამწვრთნელო კარიერას დაიწყებ და ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ, გვერდში დგომა, დახმარება, ის მომავალი თაობა, რომლებიც მზად არიან იმისთვის, რომ თავისი შანსი გამოიყენონ ცხოვრებაში, სპორტულ ცხოვრებაში. ამ საქმეში დავრჩები იმის და გამო, რომ სწორედ იმ პატარა ბავშვებს მივცეთ სტიმული, მიაღწიონ იმას, რასაც ალბათ ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ მიგვეღწია და გვეგონა, რომ იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და რაღაც განსხვავებული. თუმცა ყველაფერი იმდენად ადვილად შესაძლებელია და იმდენად ადვილად დასაძლევი. მთავარი ალბათ მაინც მოუწოდოთ ბავშვებს, ჯერ პატარები არიან და მე მჯერა რომ პატარა სპორტსმენებსაც გამოვზრდით ადრე თუ გვიან და განვითარდება ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში. სპორტი ყველაზე კარგი საშუალება საზოგადოებასთან ინტეგრირებისთვის და შესაბამისად მე ვისურვებდი რომ ყველა ის აქტიური ბავშვი თუ პასიური არ აქვს მნიშვნელობა ჩართულიყო ამ საქმეში და ჩვენი დახმარებით, ჩვენი თანადგომით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი იმ წლების, რაც აწი განვივლით და არ ვიცი, როგორი იქნება წარმატებული თუ უფრო წარმატებული, მაგალითი ყოფილიყოს მათთვის, რომ ეს შეიძლება. და ბოლოს შეიძლება ცოტა ბანალურია, შეიძლება გაცვეთილი, მაგრამ გადაცემა გადავწყვიტეთ, მაინც ამ სიტყვებით დავასრულოთ. არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს გარემო, რომელიც გზღუდავს.